რუსთავის მერია მუნიციპალური სერვისის რეფორმის ფარგლებში ორი ახალი პროგრამის შაბათ-კვირის სპორტული სკოლისა და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების პროექტების განხორციელება დაიწყო. შაბათ-კვირას სპორტული სკოლა 10-დან 16 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ნუცა ფიჩხნარაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. რუსთავში ახალი სპორტულ საგანმანათლებლო პროგრამები დაიწყო. შაბათ-კვირის სპორტული სკოლის და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების პროექტი. ასე ქვია ახალ პროგრამებს, რომელსაც რუსთავის მერია მუნიციპალური სერვისების რეფორმების ფარგლებში ახორციელებს. ეს პროექტი განსაზღვრავს და მომავალისთვის ითვალისწინებს ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების და ამ შემთხვევაში ხვალიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება სპორტის სახეობების სხვადასხვა მწვრთნელებთან მუშაობა მოკლე ვადიანი პროგრამის შესაბამისად. შაბათ-კვირის სპორტული სკოლა 10-დან 16 წლამდე მოზარდებს სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში თეორიული ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობას მისცემს. ლექციებს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები წაიკითხავენ. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი, არა მარტო ჩემთვის, ჩემი გუნდებისთვისაც. ძალიან მიხარია ესეთი პროექტები. დიდი მადლობა რუსთავის მერს, რასაც გვიკეთებს ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის. მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების პროექტი რუსთავში მოქმედი სპორტული სკოლების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სპორტულ სკოლებში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად. დაახლოებით ორკვირიან პერიოდს მოიცავს ჩატარდება შაბათ-კვირას. სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული და მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს. მინდა გითხრათ, სრულად უფასოა, რა თქმა უნდა, ასაღნიშნავია ეს პროექტი და შემდეგ დასრულების შემდეგ გადაეცემათ როგორც მწვრთნელებს, ასე ბავშვებს სერტიფიკატები. პროექტში 63 რუსთაველი მწვრთნელი ჩაერთვება. სპეციალური საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ თითოეული მათგანი სერტიფიკატს მიიღებს. ახალი ინიციატივა რუსთაველებს ქალაქის მერმა გააცნო. დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს როგორც სპორტსმენებისთვის საგანმანათლებლო სივრცის შექმნას, ასევე გადამზადდებიან და იმ თანამედროვე მეთოდებს გაეცნობიან ჩვენი ტრენერები, ის ადამიანები, რომლებიც 10 წლეულებია ძალიან დიდ შრომას დებენ იმაში, რომ ახალგაზრდები რუსთავში, ახალგაზრდა სპორტსმენები იყვნენ წარმატებული. შეხვედრებს და ტრენინგებს რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი უმასპინძლებს. მუზეუმი ახალგაზრდების სპორტის დაინტერესების და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით რუსთავის მერიამ რამოდენიმე თვის წინ გახსნა.